მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობით, რომელიც დღეს გვაქვს, არ უნდა ჩაერთონ. მე ვიყავი დამკვირვებელი მარნეულში, ყველაზე ცოლობაში და ჩემი თვალით ვნახე, რა ხდებოდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ქონდა დემოკრატია ამ ქვეყანაში, რაც ხდებოდა მარნეულში, ეგ უკვე წერია კანონში. ესეთ პირობებში, ანუ ჩემი თვალით გვაქვს ნანახი, რომ აზრი არ აქვს საერთოდ მონაწილეობა. ვემხრობი ყველანაირ ერთობას. არჩევნებს ვემხრობი იმ მხრივ, რომ ერთიანები იქნებოდნენ, გაერთიანებული იქნებოდა ოპოზიცია და ბოიკოტსაც ვემხრობი, ხა ერთიანი მესიჯი ექნებოდათ, მაგრამ ის რომ ორი-ორზე გაიყო ოპოზიცია და რასაც ხედავ ერთმანეთის მიმართ ლანძღვას, ამას არანაირად არ ვემხრობი და ესა ყველაზე მეტად დასაზიანებელი ამ პროცესისთვის. ამიტომ ყველა მხრივ არის ერთიანობა საჭირო და ვემხრობი ერთიანობას როგორც არჩევნებში, ისე ბოიკოტში. არჩევნებში მონაწილეობის მიღება აპრიორი ღალატად არ უნდა შეირაცხოს. ხო, არ ვეთანხმებით პიროვნულ შეურაცხყოფას, მათ შორის იმ პარტიის ლიდერებს, რომლებიც აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. თუმცა ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა 4-ვე გაერთიანებული ოპოზიცია შესულიყო არჩევნებში, სადაც რაიმე შანსი მაინც ექნებოდათ, რომ თქოს გამოეგლიჯათ ამ ტერმინს გამოვიყენებთ თბილისი, რუსთავი ან რომელიმე დიდი ქალაქი. მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ და ოლიგარქმა მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ცდილობს რომ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ამყოფოს ტერორის ქვეშ, ამყოფოს ციხეებში, ყოველდღიურ რეპრესიებში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევნები თვითმმართველობის სახელი დაერქმევა, ამას თუ საპარლამენტო არჩევნები დაერქმევა, არის ფარსი.